EUTOS საპარლამენტო ასამბლეა ვენაში მუშაობას განაგრძობს. ქართული დელეგაცია საკომიტეტო მოსმენებში მონაწილეობას მიიღებს. საქართველოს ინტერესია მჭიდრო თანამშრომლობა EUTOS-თან, რეკომენდაციების შესრულება და EUTOS აქტიური როლი კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრაში. And developing a common strategy approach. შემაშფოთებელია საქართველოში ოქტომბერში ჩატარებული გაყალბებული არჩევნები და რეპრესიების შემაშფოთებელი ტენდენცია, რაც მოჰყვა ამ ტრაგიკულ მოვლენებს საქართველოში გაყალბებული არჩევნების შემდეგ. დე-ფაქტო ქართული ოცნების რეჟიმი და თბილისი არღვევს თავის ნებაყოფლობით აღებულ EUTOS ვალდებულებებს, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისა და მოქალაქეთა ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის შესახებ. შედეგად დაკარგულია მისი დემოკრატიული ლეგიტიმურობა. ამის გამო მე მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, მოითხოვონ ახალი არჩევნები და უარი თქვან ქართული ოცნების დიქტატურასთან რეგულარულ ურთიერთობაზე, სანამ ისინი არ შეასრულებენ მოთხოვნებს. ფაქტობრივად ქართული ოცნების დღევანდელი დელეგაცია არალეგიტიმურია და არ არის არჩეული სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში, რასაც ადასტურებენ არჩევნების დამკვირვებლები მთელ მსოფლიოში. ამის გათვალისწინებით, მაშინ როცა ქართულ ოცნებას უარყოფილი აქვს ხანგრძლივი ევროკავშირისა და ნატოს მისწრაფებები, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ არ ვართ უკრაინის ომში. ეს არის რუსეთის ომი საბჭოთა კავშირის ხელახლა შესაქმნელად დღეს უკრაინაში. მაგრამ რეალურად ჩვენ ამას ვხედავთ მოლდოვის დნესტრისპირეთის ოკუპაციაში. 2008 წელს საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაპყრობაში, უკრაინის ყირიმისა და დონბასის დაპყრობაში, ბელარუსში არჩევნების გაყალბებაში დიქტატორ ლუკაშენკოსთან ერთად, საბედნიეროდ წარუმატებლად მოლდოვაში და ამჟამად რუმინეთში, მაგრამ არჩევნების გაყალბება, როგორც ვხედავთ, მოხდა საქართველოში. გასულ შაბათს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ჩატარდა ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნები. გარდა ამისა, ამ სამარცხვინო არჩევნებისთვის მოსკოვსა და ჩერკასკში გაიხსნა ორი საარჩევნო უბანი. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ჩვენ მკაცრად ვგმობთ აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებულ საარჩევნო უბნების გახსნას. ეს წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთ მცდელობას. მინდა ხაზი გაუსვა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე დე-ფაქტო ხელისუფლების ყველა ქმედება და საკანონმდებლო აქტი ბათილად არის გამოცხადებული. შემაშფოთებელია, რომ ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობა ვერ გმობს ამ ეგრეთ წოდებული არჩევნების ჩატარებას. ევროპული უსაფრთხოების ფართო კონტექსტში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის არასათანადოდ განხილვა იწვევს განცდას, რომ სტაბილურობის უზრუნველყოფა, მშვიდობიანი თანაარსებობა, ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემა და მიმდინარე ოკუპაციის აღიარება სცილდება ამ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შესაძლებლობებს. ბატონო უილსონ, თქვენი მიმართვა რომ გულწრფელი ყოფილიყო, თქვენს დაგმობდით აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ ეგრეთ წოდებულ ხალბ არჩევნებს. ახლა კი გადავიდეთ არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხზე, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები ჩატარდა პოლიტიკურად პლურალისტურ გარემოში, გამჭვირვალობის უზრუნველმყოფი ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვით და გაცილებით უკეთ ორგანიზებული იყო ვიდრე ყველა წინა არჩევნები. უცხოელ პოლიტიკოსთა გარკვეულმა ჯგუფმა, მათ შორის ბატონმა უილსონმა, არ ცნო შედეგები და განაგრძობს სრულიად გადაუმოწმებელი ბრალდებებისა და დეზინფორმაციის გავრცელებას. ჩვენ ასევე ღრმად შეშფოთებულები ვართ იმ ზეწოლით, რომელიც განხორციელდა EUTOS მისიაზე გარკვეული უცხოური პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან საბოლოო ანგარიშის შინაარსზე გავლენის მოხდენის მიზნით და ამ პოლიტიკოსების ჩარევით წინასაარჩევნო კამპანიაში. ჩვენ ხაზს უსვამთ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის მნიშვნელობას და მოვუწოდებთ ქართველი ამორჩევლების თავისუფლად გამოხატულინების ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერისა და პატივისცემისკენ. ვთხოვთ ყველა მხარეს პატივისცემ გადაწყვეტილებას და მტკიცედ დაიცვან ქართველი ხალხის სუვერენული უფლებები. არც ერთ საერთაშორისო სანდო ორგანიზაციას არ გაუკეთებია განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა.